მოგესალმებით. ჩვენ საზოგადოებაში ახლა მიდის დავა იმის შესახებ, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში შემოდგომას მონაწილეობა. მომხრეები ამბობენ, რომ უნდა გამოიყენოთ ეს შანსი, შარშან თბილისი წააგო ქართულმა ოცნებამ და აზრი აქვს მონაწილეობის მიღებას. მოწინააღმდეგეები ამბობენ მაგალითად, რომ არ შეიძლება, იმიტომ რომ ლეგიტიმაცია უნდა მიეცეს ამ არჩევნებს საერთოდ და რეჟიმს რაც ნაკლებ ლეგიტიმაციას მიცემთ უკეთესია. ჩემი აზრით პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ არსებული ოპოზიცია რა არჩევნებშიც არ უნდა იღებს მონაწილეობას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ შედეგს ვერ დადებენ. მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ყავს პოპულარული ოპოზიცია, რომელიც სარგებლობს პოპულარობით ან დობით ხალხში და აი ასეთი ოპოზიციისთვის მნიშვნელობა ექნებოდა თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მე ვიტყვი, რომ არა, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაშინ როდის ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი? რამდენიმე რამ უნდა იქნას მიღწეული არჩევნებამდე. პირველი საზოგადოება მრავალჯერადი და ფართომასშტაბიანი დაუმორჩილებლობით გაფიცვებით უნდა აიძულოს ხელისუფლება გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. ყველას თუ არა ნაწილის მაინც. მეორე რაც უნდა მოხდეს, საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს და გაუმჯობესდეს. დღევანდელი საარჩევნო კოდექსი მორგებულია თავიდან ბოლომდე ქართულ ოცნებაზე. ასეთი საარჩევნო კოდექსის პირობებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას. მესამე რაც უნდა მოხდეს, ეს არის CSKO-ს ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. მეოთხე რაც უნდა მოხდეს, ეს არის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს. შსს მინისტრი და სუსის ხელმძღვანელი. აი ამის შემდეგ, ამ ყველაფრის შემდეგ რაღაც პერიოდის მერე, ერთი თვის მერე, სამი კვირის მერე თუ რაღაც პერიოდის მერე რომ დაინიშნება არჩევნები, აი იმ არჩევნებს ექნება აზრი. ახლა იკითხავთ, თუ ეს ყველაფერი დათმო ქართულმა ოცნებამ, ხო ნიშნავს, რომ წინასწარ წააგო ეგ ყველაფერი, ანუ დათმო ხელისუფლება. პასუხი არის დიახ, ზუსტად მაგას ნიშნავს. არჩევნების დღე უნდა იყოს უბრალოდ ფორმალობა. ეს უნდა იყოს ხელისუფლების გადაბარების პროცესის დასაწყისი. ანუ არჩევნებამდე გარკვეული ხნით ადრე ქართულმა ოცნებამ de facto უნდა დაკარგოს ძალაუფლება. მაგრამ რაც ჩამოვთვალე, აი პირველი რაც თქვი პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მანამდეც სანამ მივალთ არის გზა გასავლელი და პატარ-პატარა მიზნებია მისაღწევი, რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი. მაგრამ იმედია რომ მიზანს მივაღწევთ. მადლობთ ყურადღებისთვის.